მოგესალმებით ცირფასო რადიო მსმენელებო და ინტერნეტ მაყურებლებო. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ჩვეულებრივ ტრადიციასამებრ მიმდინარეობს რადიო ობიექტივში, მედია კავშირი ობიექტივის საშუალებით FM 105.0. ჩვენი გადაცემის ტელეფონები გახლავთ 214 40 86 218 13 52. ჩვენ დღეს განსაკუთრებული საუბარი გვექნება თემაზე, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შედეგებზე. დღევანდელი საპატრიარქოს ასე ვთქვათ თანდაყოლილ თუ ნელთბილ თუ თავის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ პოლიტიკური გაერთიანება მგვალი მაგიდის წევრი, იბერიული კავკასიური მოძრაობის ხელმძღვანელი ბატონი ბესარიონ მიქავა და წამყვანი თქვენი მონამორჩილი სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი. მეგობრებო, მე ძალიან ვთხოვ რადიო მსმენელებს, რომელიც საშუალებით ძალიან მასიურად რეკავენ ჩვენთან და გასაგებია ეს ატომაც, ცოცხალი და ნამდვილი და მართალი გადაცემა გახლავთ, თუმცა მინდა დღეს ცოტა ვისაუბროთ ამ თემაზე. არ შევაწყვეტოთ ერთმანეთს ამ შემთხვევაში აზრები, იმიტომ რომ აუცილებელი პირობა იმისა, რომ დღესაც საქართველოში ხდება, გავანალიზოთ და ობიექტური მასალები დოკუმენტალურად მივაწოდოთ საზოგადოებას, ქართულ ხალხს და არა მარტო ქართულ ხალხს. სანამ ბატონ ბესარიანოსთან გადავიდოდე ამ შემთხვევაში კითხვით, მინდა ორი სიტყვით ვთქვა პოლიტპატიმრებზე. ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ საზოგადოებას აუწყო, რომ გუშინ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფროსი ვაჟიშვილი ცოტა გამსახურდია, პოლიტპატიმარი ცოტა გამსახურდია, გადაყვანილი იქნა გდანის მე-18 საპყრობილედან, ჯოჯოხეთიდან ამ შემთხვევაში რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. ყოველ შემთხვევაში ცოტა გამსახურდია, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო ჯოჯოხეთურ მანქანაში, ჯოჯოხეთურ საპყრობილეში, რომელსაც ქვია გდანის მე-საპყრობილე და იყო მარტო საგანში გამოწვეული. დღეს ვფიქრობთ, რომ ის ჰაერზე გადაიყვანეს კოლონიაში, ასე ვთქვათ, ძველი მეორე კოლონია ქვია ამჟამად მე-17 საპყრობილე და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ ესე იგი, რომ მისი მდგომარეობა მეტნაკლებად გაუმჯობესდება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქალბატონმა მანანარჩაძე გამსახურდია დედამ გუშინ წინ ყველაფერი გააკეთა იმისათვის ოჯახმა, რომ შესულიყო ექიმი და შევიდა ექიმი ამ შემთხვევაში და გასინჯა. როდესაც დაიწყო უკვე ფართოდ სამედიცინო მომსახურება რეალურად ცოდნის მიმართ, ადამიანს უცებედად გადაწყვეტა, რომ ის გადაიყვანათ რუსთავის მე-17 საპყრობილეში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმედს გამოთქვათ, რომ მიეცემათ საშუალება ცოდნა გამსახურდიას იმის სამედიცინო მომსახურების საშუალება, უფლება, რომ ის აუცილებლად უნდა იმკურნალოს მან, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად არის ამ შემთხვევაში დაავადებული, იმიტომ რომ მოგესალმებით რამდენჯერ შიმშილობის აქციამ და საპროტესტო აქციამ მას ჯანმრთელობას შეურყა, ასე ვთქვათ, ძალიან დააზარა ჯანმრთელობით. მინდა გითხრათ ესე იგი, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატრიოტების ინსტიტუტის სახები და მე ახლა ხელთან მაქვს ყოფილი სიკვდილით მიჭირი პოლიტპატიმრის ირაკლი დოგვაძის წერილი, ძალიან საინტერესო წერილს შესაძლოა მინდა გითხრათ და თქვენი ნებასმენით მინდა რამოდენიმე ამონარიდი გავაკეთო ამ წერილიდან ასე შემდეგ, იმიტომ ეს წერილი გახლავთ ძალიან სერიოზული ანალიზი თუ რა ხდება დღეს საქართველოში, თუ მის მიმართ რა დანაშაული ჩაიდინა სახელმწიფომ და ეგრეთ წოდებულმა საგამოძიებო სტრუქტურებმა და რატომ მიუსაჯეს მას უკანონოდ 30 წლის პატიმრობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ვისაუბრებთ ამ თემაზე და ვფიქრობთ ესე იგი, რომ ირაკლი დოგვაძეც ამ შემთხვევაში არსებული რეჟიმის მსხვერპლი გახლავთ. მაგრამ ის ძალიან სოლიდარობას უცხადებს ასე ვთქვათ სხვა პოლიტპატიმრებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წერს, რომ ხელისუფლება ცდილობს ნელ-ნელა ან ფიზიკურად მოიშოროს პოტენციური პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ან კიდევ მრავალი წლის თავისუფლების აკვეთით ჩამოიშოროს
მაგალითები მრავალთაა თემატის სინამდვილეში წერს ბატონი დოგვაძე და კერძოდ ცოდნე გამსახურდიაზე, ვლადიმერ ვახანიაზე, ნახტანგ მაისაიაზე, თემურ ჟორჟონიაზე და სხვებზე. მაგრამ საინტერესო წერს ცოდნე გამსახურდიაზე და მისი ანალიზი მინდა ძალიან მე ვფიქრობ ყურადღებით მოისმენს რადიოსმენელი თუ რა წერს ბატონი დოგვაძე, ირაკლი დოგვაძე ცოდნე გამსახურდიაზე. დღეს უკვე ყველასათვის გასაგებია რომ ცოდნეს დაბატიმრების რეალური მიზეზი სულაც არ არის ის უნიჭო და სულელური ბრალდების ბჭყალებში საქმე. გასაგებია რომ მისი განათლება, ზნეობა და ღირსების გამძაფრებული გრძნობა ბევრს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში საკუთარი უსუსურობის, უზნეობის, უღირსებისა და პრიმიტივიზმის შეგრძნებას უმძაფრებს. ვიღაც მასში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს, ვიღაც კი ზიად გამსახურდიას ღირსეულ შვილს და მისი მრავალი წლით ციხის ციხმუნებში გამოკეთებით მოჩვენებითი სულიერი სიმშვიდის ავანტყოფური აღდგენებით ტკბება ცოდნეს ყველაფერს ტკბება ცოდნე გამსახურდია ყველაფერს გაუძლებს და იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განმწყვეტ ბრძოლაში. ასე ბრძანებს ირაკლი დოგვაძე, რასაკვირველია მას 2009 წლის აპრილში დააპატიმრეს და მას ყალბი ბრალდებით 30 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. რასაკვირველია ჩვენ მოვიცხოვთ მის მიმართ უკანონო განაჩენის გადახედვას ასე ვთქვათ, თუმცა საქართველოში არსებობს პატიოსანი და სამართლიანი სასამართლო და როცა ქვეყანაში შეიძლება რეალურად სიტუაცია და ქვეყანაში აღზრდება კონსტიტუციური ხელისუფლება, ბუნებრივია არც პოლიტპატიმრები გვეყოლება, არც უკანონო პატიმრები და არც ინსტიტუტის სახები. და კიდევ ერთი ბატონი ბესარიონ, არ შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში ამჟამად დიდი რეზონანსი მოყვა ფოტორეპორტიორების დაპატიმრებას გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციგიძის და ირაკლი გეგენიძის სახით. მე მინდა გითხრათ რომ ამ ახალგაზრდას ვიცნობ სოხუმში ძალიან კარგად, განსაკუთრებით გიორგი აბდალაძეს, რომელიც სიმშვილობდა სოხუმში და იძულებით შეაწყვეტინა სიმშვილობა. ისინი ამჟამად არიან სინდისის თუსაღები და ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. თორემ ახლა ის ბრალდება თუმე 2004 წელს თუმე ვიღაცას დაუკავშირდა ტელეფონით, ცოტა არ იყოს ეს მე მგონი გადააჭერება 37 წლების იმ საშინელ ატმოსფეროს, რაც სუფევდა საქართველოში და მე ვფიქრობ ეს რეჟიმი, რომელიც უკვე არის ბოლშევიკური რეჟიმის შთამომავალი, პირდაპირი მემკვიდრე ასე ვთქვათ, ეს ყველაფერზე მიდიან, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ამ სამი სინდისის თუსაღის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. ისინი შეეწირენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ფოტოების გადაღებას, რომლებიც 26 მაისს ამათმა არნახული დანაშაული ჩაიდინეს მოსახლეობის წინააღმდეგ დაშიფრებაში და რაც შეეხება ამათ მიერ მოკვდული ადამიანების სურათების შესაძლოა გავცელდეს უცხოეთის სააგენტოებში. აი ეს არის მათი ეგრეთწოდებული ბრალდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას, ცოდნე გამსახურდიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, სხვა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას და მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის მიმართ გადახედული იქნეს უკანონო საქმეები, რომელიც შეთეთრილი არის ამ სამართლო პროკურატურის და სამართლო სასამართლოს მიერ გამოწვეული ნოტარიუსით. ბატონებო, ეს მინდოდა ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ შემთხვევაში ჩვენ ვილაპარაკებთ ამ პატიმრის შესახებ და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს არ შეიძლება ვთქვათ თუ რა მოხდა საქართველოში და რა ხდება საქართველოში და მე წინა გადაცემას შესაძლოა ვთქვი რომ წმინდა სინოდს მიმართე რომ ბატონო ბესარიონ რომ ანათემას გადაეცა ის ადამიანები ვინც დაუშვათ ეგრეთ წოდებულია ეს საშინელი 5 ივლისის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები რომელიც შეიტანა ამ სამართლო მითონ პარლამენტმა რომ ის დეპუტატები და ეს ანტიქართული და ანტიქრისტიანული რეჟიმი გადაეცათ ანათემას წმინდა სინოდის მიერ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა, უფრო მეტიც წმინდა სინოდი ჩატარდა ამ წლის 11 ივლისს, მინდა გითხრათ გიგი უგულავას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის იესო თოფურიძის და ეგრეთ წოდებული პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას ხელმძღვანელობით. ეს არის სამართლო ფაქტი და კიდევ ერთხელ გადასვლა რომ საქართველოში კირიონ მეორის ეკლესია, საქართველოში ამბროსხელაიას ეკლესია არ არსებობს, ამიტომ მე რომ ემოციებს არ აღვქვათ ბატონო ჩემო, ვფიქრობ რომ დოკუმენტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე და ამიტომ მოვიწვევთ ბატონი ბესარიონ მიქავა და თქო ბატონო ბესო, თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, რა უბედურებას აქვს ჩვენ საქმე და როგორ გაიგიდა საქართველო 30 მაბადეთ გროშა თუ ვეცლად
ჩვენი სამშობლო და ჩვენი ეკლესია და ჩვენი ტერიტორიები. თქო ბატონო ბესარიო. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მივესალმები ობიექტივის მაყურებელს, მსმენელს. მე პირველ ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ვლაქერნობა და ეს მიულოცო ყველა იმ პატიმარს, ვინც უკანონოდ არის დაპატიმრებული, მიულოცო ცოტნე გამსახურდიას, თქვენიცით ალბათ ლაქერნის სარტყელთან დაკავშირებით სასწავლო როგორ განკურნა ის ავადმყოფი მან, ასევე მე მინდა რომ დღეს თუ არასდროს ისე სჭირდებათ ციხეში და საერთოდ ავადმყოფებს საქართველოში, იმ დროს, როდესაც ასევე მე მინდა ორი სიტყვით თქვა, როდესაც ონკოლოგიურ საავადმყოფოსაც კი ასე ვთქვათ, აუქმებენ და ცოტა ხანში აღარ იქნება, ამ დროს შეეწიოს ლაქერნის სარტყელი და იყოს ხსნელი და მფარველი იმ ავადმყოფებისა. ეხლა რაც შეეხება თვითონ საქმის არსს, პირველ ყოვლისა მე მინდა აუცილებლად ცოტა განმარტებასავით შევიტანო თქვენ ნათქვამთან დაკავშირებით ბატონო გიორგი, ანათემას პიროვნების გადაცემა არ შეიძლება, ანათემას უნდა გადაიცეს თვითონ ხელისუფლება, მოძღვრება, შეჩვენება შეიძლება, მათ შეუძლიათ შეაჩვენონ გარკვეული ცალკე პიროვნებები, მაგრამ ანათემასთან დაკავშირებით მათ აუცილებელია რომ თვითონ მოძღვრებას, ესე იგი რეჟიმი, ასევე ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ბრჭყალებში მოძღვრება რაც აქვს ამათ, ის უნდა შეჩვენდეს, ის უნდა იქნეს მასზე გამოტანილი განაჩენი. მე ასევე მინდა გამომეხმაურო მამა პეტრე კვარაცხელიას პათოს, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში და ასევე როგორც ვთქვი ობიექტივში ბრძანდებოდა. მაგრამ რა არიცით, აი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მე მამა პეტრეს მინდა მიმართო, რომ ყოველგვარი უბედურების სათავე უმეცრება და ამპარტავნებაა. და სანამ ჩვენ რამე თემაზე დავიწყეთ საუბარს, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაწილობრივი სიმართლის თქმა კი არა, სრული სიმართლე უნდა ვთქვათ. როდესაც მე მისი სტატია წავიკითხე, მან ყველაფერი წერია იმ თემასთან დაკავშირებით, რაც მოხდა სიტყვაზე 2003 ამის მერე. მოდი და თუ ჩვენ ვამბობთ უახლეს ისტორიას და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს, საქართველოს უახლესის ისტორია ქვეყნდება ინტერნეტ საიტებზე, თვალიჯი, MyVideoG, YouTube.com-ზე, ქალბატონ მაანას მიერ, რომელსაც ქვია საქართველოს უახლესი ისტორია, სადაც დეტალურად არის გადმოცემული რა ხდებოდა 88-9 წლიდან ჯერჯერობით არ არის გადასული 93 იქით, იმიტომ რომ ისეთი დიდი მომცველია ეს. და როდესაც მღვდელს სურს სიმართლის თქმა, მოდით ხალხო და ვთქვათ სიმართლე. დავიწყოთ იქიდან, უბედურების სათავე საიდან დაიწყო. უბედურების სათავე ეხლა კი არ დაწყებულა, ეგრეთ წოდებული სინოდი რო შეიკრიბა და რო დაიწყო რაღაც განაჩენი გამოიტანა. ეს ყველაფერი ცნობილი იყო. ყველაფერი იცოდა, მე ამ დოკუმენტებს წარგიდგეს. ეხლა ხალხს აგიჟებენ, ასულელებენ ბოდიში ამ სიტყვაზე, უბნებიან თითქოს ეს ჩვენ არ ვიცოდით, არ იცოდა იმან, ყველაფერი იცოდა და რომ იცოდა, ამის დოკუმენტებს ეხლა წარმოგიდგენთ. მანამდე მე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რაც დღეს ხდება. დღეს რამოდენიმე მიმართულებით მიდის. ერთი ნაწილი ითხოვს ჩატარდეს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რუის უბნისის კრება. მე პირდაპირ მინდა ამაზე ვთქვა კატეგორიული უარი და რატომ? მოიხსენიებენ მაშინ იტყვიან დავით აღმაშენებელს რომ ჩატარდა. კი ბატონო, ის დავით აღმაშენებელი იყო. როგორ შეიძლება უკანონო ხელისუფლების პერიოდში ჩატარდეს სინოდის კრება? თავისთავად უკანონო საოკუპაციო ადმინისტრაცია დაუჭერს იმ ძალებს ეკლესიაში და სინოდში მხარს, რომელიც არის მისი მომხრე. ამის შემდეგ რა მოხდება? რაც საბერძნეთში მოხდა, შემოკარგებოდა და რაც ვერ შეძლეს 96 წელიწადში გახსოვთ ალბათ თქვენ, ძალიან რომ უნდა და თუ რა ჩამოეყალიბებიათ ეგრეთ წოდებული პარალელური საპატრიარქოები, ეს ვერ განახორციელეს. ეხლა კიდე ეგრეთ წოდებული ის თუ მათ ასე ვთქვათ მიაღწიეს მიზანს და დაიწყეს ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ რუის უბნისის კრება, იქ იმ წუთას გასდება მეორე ნაწილი, რომელიც დაარსებს ახალ საპატრიარქოს. და ჩვენ წავალთ ეგრეთ წოდებული საბერძნეთის გზით და ეს იქნება საქართველოს საბოლოო დაშლა. ასე მე მინდა გითხრათ, ეგრეთ წოდებული სომხური თემა, რომელიც შემოგდებული, ეს არის პროვოკაცია, შემოკარგებო, აქ სომხები არაფერს შუაში არ არის, სომხებსაც შევეხები, დაწნარდეს ყველა, აქ მთავარი არის ამის უკან მდგარი სექტები. სომხები საქართველოში და სომხური ეკლესია და სხვათა შორის მე მინდა ვთქვა და რატომ დუმს, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლების დამცველები, ერთადერთი ასე ვთქვათ, აღსარებლობა თუ რაც გინდა ის დაარქვით, სარწმუნოება თუ ჯგუფი სარწმუნოების სომხური ეკლესია, რომელიც არის ერთეროვანი, ერთეროვნული
ეროვნულია, ესე ვთქვათ. მართლმადიდებელი არის რუსის, ქართველის, ბერძენის და სხვადასხვა ერი და სომხური, ასე ვთქვათ, მონოფიზიტური ეკლესია არის სომხური. სომხების მეტ იქ არავინ არ არის. თქვენ გაგიგიათ სადმე სხვა რომელიმე არის ამ კუთხით. და ეხლა როდესაც მამები აღშფოთებული არიან ყვირიან, მე მინდა მათ შევახსენო. მოდით რა, პირველი დანაშაული ვეძებოთ საკუთარ თავში. რა ხდებოდა ჩვენ გახსოვთ ეთერში აქ ჩვენ სინოდსაც მიმართოთ ბატონო გიორგი რომ სამდელოების ის ნაწილი სოროსელები თეოდორე გიგნაძე ვინმე და კიდე სხვები როგორ ლანძღავდნენ კონსტანტინე გამსახურდიას როგორ ლანძღავდნენ ლევან გოთუას როგორ ლანძღავდნენ ლევან სანიკიძეს და ასე შემდეგ იმ ადამიანებს ვინ საქართველოსთვის რაღაც ავტორიტეტს წარმოადგენდა თან არაფრის გამო რომელიც ამ დროს შეუშვეს ესენი სოროსულ უნივერსიტეტში როდესაც პროფესორები გარუშვებდნენ და ამათ მისცეს გზა ასევე ეს ხალხი იყო ამ ხალხმა მე როგორც მითხრეს გამოვიდა ნიკოლოზ ბულიას მიერ უკანასკნელ ჟამის შესახებ და ამ თეოდორე გიგნაძეს ეს წიგნი დააწვევი იმიტომ რომ იქ მამების ამონაკლეფი იყო სადაც ხილება იყო ანტიქრისტიანული ხელისუფლების ყველა სად რაც მოდიოდა აქედან შემოკარგება მოდი დავიწყოთ სიმართლის თქმა რა მოხდა საქართველოში მოხდა 1992 წელს ანტიქრისტიანული შავი ბნელი ძალების მიერ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა რომელშიც საუბედუროდ მონაწილეობა მიიღო ასე ვთქვათ პასიური მონაწილეობა დავარქვათ ასე ვთქვათ ცოტა რო არ გავამძაფროთ მონაწილეობა საქართველოს ეკლესიის მსახურებმა ხო მსახურებს გულისხმობ თვითონ შენობა ვერ მიიღებს მსახურებმა მიიღეს მონაწილეობა და ამ თემაზე სხვათა შორის ბევრი მხილველი ყავს, ბევრი მოწმეები ყავს. ჩვენ ისიც გვახსოვს კარგად როგორ იკურთხა მხედრიონი სამეგრელოში გასაშვებად, როგორ მოხდა მისი აღზევება და რა დაათია იქ. ამ დროს ხმა არავის არ მოუღიათ, შემოკარგებო. როგორ მოხდა მამა რომანოზის დაპატიმრება, როცა საპატრიარქოს ხმა არ მოუღია, იმიტომ რომ ჭყალებში ზვიადისპირო იყო ვითომ იმიტომ. და დაიწყო დევნა ამ ნიშნით და მაშიხის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვარი წინამძღვარი, რომელიც აწამეს, რომელიც იქიდან ლანჩავა ვერტფრენიდან აგდებდა. ამ დუმილმა ამის წაყრუებამ ნელ-ნელა ჩვენ მიგიყვანა აქამდე. ახლა რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ესენი თითქოს ამათ არაფერი არ იცოდნენ. ჩვენ ვესწრებოდით 2005 წელს თბილისში აკადემიის შენობაში ტარდებოდა გეტყვით ახლა 2005 წლის 25-26 ნოემბერს ტარდებოდა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ რომელსაც უძღვებოდა რომელსის წინამძღოლი და ვინც პატრონაჟის ქვეშ იყო ეს იყო დანიელ დათუაშვილი. ეხლა მე რატომ ამბობ ამას? აქ გამოვიდა ვინმე სომხური ეპარქიის საქართველოს ისტორია და თანამედროვე ასეთი სათაურით გამოვიდა ვინმე ლევან ისიხანიანი. გამიგეთ? მან მაშინ 2005 წელია ბატონო გიორგი. ის აფიქსირებს რომ აგე წაგიკითხავთ ეხლავე ისიხანია რომელმაც წაიკითხა ეგრეთ წოდებული ნაშრომი სომხური ეპარქია საქართველოს სადაც განაცხადა რომ თურმე 600-ზე მეტი სასულიერო შენობები, ნაგებობები, კერძო ეკლესიები და სალოცავები, სასულიერო სასწავლებები და ეს ყველა სომხურია. როდესაც ჩვენ მაშინ პროტესტი გამოვთქვით და ვთქვით რომ გვინდოდა რომ პასუხი მიგვეცა მისთვის, ჩვენ გვითხრეს რომ ეს თქვენ უნდა გაეკეთებიათ 2 თვით ადრე. გამიგეთ? 2 თვით ადრე უნდა გაგეკეთებიათ, რომ ეს თქვენ ჩაწერილი ყავით. მაშინ გამოდის რა, რომ 2 თვის უკან წინასწარ იცოდნენ მათ ეს განცხადება, ასე ვთქვან, ამ ისიხანიანის მიერ, ბატონო გიორგი. და თუ მათ ეს იცოდნენ, მათ შესაბამისად უნდა მოემზადებიათ ადამიანები იმისთვის, რომ პასუხი უნდა მიეცათ. ესე იგი მზადდებოდა ეს ყველაფერი რამოდენიმე წლისი. ახლა რომ აგაგანდენ ეს ზოგიერთი. ხო, ეხლა 25 წელს გვიანსაც ვიტყვი. 2005 წელს აგერ გაჩვენებთ ეხლა, წაიკითხეთ. საქართველოს საპატრიარქო ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი. ჩემო კარგებო ნახეთ. კარგად დააფიქსირეთ. ეს გამოცემული არის. ოცდახუთ 26 ნოემბერს 2005 წლისა. იხილეთ კარგად. სადაც დაფიქსირებული არის ლევან ისიხანიანის მიერ, რასაც წაიკითხეთ,
საუკუნეების განმავლობაში სომხური ეპარქიის საქართველოს ტერიტორიაზე აგებული აქვს 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების შენობა ნაგებობა, კერძოდ კი ეკლესიების, სალოცავების, სასულიერო სასწავლებლები და სხვები. აქ ამის საპირისპირო არაფერი არ წერია. არც ერთ მეცნიერს აქ არ დაუდია და ჩვენ როცა განვაცხადეთ სურვილი, ჩვენ მიზეზი გვითხრეს, რომ წინასწარ უნდა შემოგვეტანათ. ესე იგი რა გამოდის? წინასწარ საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე დანიელ დათუაშვილმა იცოდა ეს ყველაფერი და მან შესაბამისად არანაირი ზომა არ მიიღო, რომ თქვა, ეთქვა რომელიმე მეცნიერს და მასვე მოემზადებია და აქვე დაფიქსირებულიყო. ამავე წიგნში დაფიქსირებულიყო, რომ ამ კაცმა ეს რო თქვა, მისი საწინააღმდეგო ითქვა. ამის მსგავსი აქ არაფერი არ თქმულა. ასევე მინდა გაჩვენოთ უფრო გვიანდელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია თბილისი 2009 წლის 25-27 ივნისი. პროგრამა ჩემოგარგება. ნახეთ აბა ეს. ხედავთ? ეს არის 2002 წელი ჩემოგარგება. სადაც ასევე დაფიქსირებული არის ხო ასევე საინტერესო 2009 წლის კონფერენცია კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, სადაც ეგრეთ წოდებულმა მეცნიერმა აგვარია სარკისიანმა, რომლის მოხსენება გახდათ სომხური მოსახლეობის რიცხობრივი დინამიკა მე-19-მე-20 საუკუნეებში ამიერ კავკასიაში სარკისიანმა ძალზე ტენდენციურად და არასწორად წარმოაჩინა ეს საკითხი. იქ დამსწრეთაგან მეცნიერებისაგან ჭყალებში მეცნიერები იყო მიშა კურდიანი, დავით ლორთქიფანიძე, გივი ღამბაშიძე. ამ საკითხზე პასუხი მათ ხმა არ ამოუღიათ. როდესაც მან ეს ყველაფერი განაცხადა, აქ დოკუმენტურად ყველაფერი დაფიქსირებულია ჩემოკარგებო და აქ ასევე არის ამ სარკისიანის სტატია, რაზეც ეს ყვება. ეს არის რუსულად აქ ყველაფერი. ესეც თქვენი ჩემოკარგებო რო ყველაფერი იცოდნენ და ეხლა რო იძახიან ბრიტანიკაში ეს გამოქვეყნდაო. ბრიტანიკამ აი ამ მასალების საფუძველზე გააკეთა ეს. სადაც პასუხი მიცემული არ არის, როდესაც გამოდის ქართული საპატრიარქოს მიერ დაბეჭდილი მასალა და სადაც საპატრიარქოს პოზიცია აქ არ არის დაფიქსირებული ჩემოკარგებო, რაზეა ლაპარაკი, ხო? აქ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო, წინასწარ ეს გაკეთდა ხალხისთვის. ეს სინოდიც იმიტომ შეიკრიბა, რომ ხალხი გაეჩუმებია, ხალხი გაჩერებული იყო, ხალხს ხმა არ ამოიღო. თორე რას ქვია, ვერ გავიგე. აქ თან ეხლა რასაშრომის წინააღმდეგ ვართ. უყურეთ, მე ხო გითხარით, ორად უნდა დაყო. რომ ერთმა ცალკე გამოაცხადოს და მეორემ ცალკე და შექმნან ცალკე ეპარქიები. არა, ჩემოკარგებო. ასევე საქართველოს ყავს მეცნიერები, ბატონო გიორგი, რომლებთაც აქვთ მშვენიერი ნაშრომები. აგერ არის ბონდო არველაზის სომხური თუ ქართული ეკლესიას საქართველოში, სადაც ყველაფერი განხილულია და ყველაფერი აქვს მათ გაკეთებული ამის შესახებ. ასევე არის ალექსანდრე აბდალაძის ასევე რომელსაც სხვათა შორის წიგნი ძლივს გამოსცა და ძალიან ისეთი და რომელიც ყავს ჩვენ მეცნიერები ასევე აგერ არის სტატია ამ შესახებ არის ყველაფერი გაკეთებული ბატონო გიორგი, უბრალოდ ეს ხალხი არავის არ ჭირდება. აქ სომხური საკითხი არის საჯილდაო ქვა. ამის უკან დგას ის სექტები, რომლებიც უნდა გახდნენ იურიდიული და დაკანონდნენ მათი აქ არსებობა. თორე აქ არსებობდა ებრაული, სომხური და მუსლიმანური, რომელსაც არავის არ უშლიდა. არც შეთანხმება იყო საჭირო და არც კანონი იყო ამისთვის საჭირო. კანონით რა მოხდება? კანონით მოხდება ზუსტად, როდესაც მღვდელი იქ ადაგებს. ძალიან პატარა მომენტს ვიტყვი, რო ადგება და მღვდელი იქ ადაგებს და რო იტყვის, რომ ეს მონოფიზიტები არიან მწვალებლები, ადგება და ის შეიტანს, ძალიან კულტურულად ვამბობ, შეიტანს საჩივარ სასამართლოში და იტყვის, აი ეს კაცი მე შეურაცხყოფას მაყენებს. იმ წუდა სასამართლო გამოდეთ განაჩენს, შენ რატო შეურაცხყოფ? ის კი არა მე ცოტა ხანში ალბათ არც ის არ არის გამორიცხული, მე ესეთი შტაბ-ეწლება მრჩება, რომ შეიძლება წმინდა გიორგის ის ხატები ამოიღონ და შერაცხონ მწვალებლად, სადაც მაგალითად წმინდა გიორგი გმირავს დიოკლეტიანეს. იმიტომ რომ იტყვიან, რომ ეს არის ადამიანის უფლების დარღვევა, არ როკლას რომელიმე ცხოველს და იტყვიან, რომ ეს არ არის სწორი. და დატოვებენ ასე ვთქვათ არამებრძოლ
ქრისტიანულ საქართველოს თავიანჩქვით. ასევე მე აუცილებელია აღვნიშნო აქა ბოლო დროს ასავალ-დასავალი და მანამდეც ვიცით ასავალ-დასავალის დამოკიდებულება, რასაც აკეთებს და რასაც ჩადის, უბრალოდ მე მინდა მათ მიმართო აქედან. თქვენმა მაცხოვრებლებო, თუ გინდათ და რო გამოიყვანეთ იქ თეოდორი გიგნაძე კალოვი პატრიოტული ნიშნით. ცოტა ხომ და ჩახედოთ თუ ჟურნალისტები ხართ, გაიხედოთ მის ისტორიას, გახედოთ ვინ იყო, რა იყო, როგორ იქ ტყილებს რო გიწერდა, რაღაც სისრულეებს რო ზღაპრებს ყვება. ეს კაცი არის ქართველთ მოძულე. ქართველთ მოძულე ადამიანს უხსნით თქვენ კარებს? და ესეთი ხალხი მოყავთ. შევარდნაძეს რო გაუხსენით, ვიცით ეგ. ქართველთ მოძულე ადამიანს, რომელსაც ყველაფერი გაგავთ. კი ბატონო, ადამიანის და სიტყვის უფლება მესმის, მაგრამ მაშინ მიეცით იმ ხალხსაც იმის უფლება, რომ ამ ხალხს ის საწინააღმდეგო დოკუმენტები დავდოთ. ვთქვათ იმათ საწინააღმდეგო, გულისხმობ წინააღმდეგ კი არა, მათი გამაბათილებელი. ეს იგივე თეოდორი გიგნაძე, რომელიც არის პირდაპირ სოროსელი, სოროსის ნამესტნიკი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართველების წინააღმდეგ, ეხლა გახდა ხმალამოღებული? ეხლა გახდა ეკლესიის დამცველი? მაგრამ რა უნდა იცით ესე ვთქვათ, ადამიანების ყურადღება გადაეტანონ სხვაგან. საქართველოს უბედურება, საქართველოს დაქცევა, დაშლა და გაყიდვა დღეს არ დაწყებულა, გუშინ არ დაწყებულა. კიდე გიმოვიდეს ეს დაიწყო 1992 წელს, როდესაც მოხდა საქართველოში უკანონო კრიმინალური კომუნისტური პუჩი. მაშინ რომ გამოსულიყო, ჩემო კარგო, სამდელოება. თუნდაც მერე იმის მერეც 93-ში და სხვა დროებში ხმა ამეიღო, თუნდაც ავიღოთ 98-ში. ბოლო-ბოლო ეხლა ახალს გეტყვით კაცო, ჩვენ ყველას როცემ საპატრიარქო და სინოდი პასუხს, ჩვენ შევიტანეთ წინა სინოდი რო იყო მაშინ, ზუსტად იმ დღეს შევიტანეთ განცხადება, რომ გვალი მაგიდის უზენაეს საბჭოს სახელით. ვერ გავიგე, უფრო დიდი ავტორიტეტული ორგანიზაცია ვინ გეგულებათ ხალხო, ვერ გავიგე. იმათ რატო არცემთ პასუხს? რატო არ აძლევთ პასუხს? ან გითხარით ხო, ან გითხარით არა. უპასუხოთ ყუნიტობებ, თითქოს ეს განცხადება არ არსებობს. განცხადება შეტანილია, განცხადება გაკეთებულია, ჩვენ არ ვიძახით გინდათ თუ არა დადებითი პასუხი მომეცით. პასუხი მოგვეცით. ან ხო, ან არა. ან თქვით რომ ჩვენ მართლაც ვამბობთ, რაც იქ დავწერეთ, ან თქვით რომ ჩვენ არასწორს ვამბობთ. კი ბატონო და მივიღებთ და შესაბამის პასუხსაც ჩვენ გაგცემთ და მოვიყვანთ არგუმენტებსაც, მაგალითებსაც, შეძლების დაგვარად ღვთისმადლით, ხო? ასე რომ ბატონო გიორგი საქართველოში დღეს ტრიალებს ზუსტად აი როგორ გითხათ, მზაკრება. ესე იგი ყველა გამოდის ამბობს ვითომ სიმართლეს და ყველა ახალ დიდ უბედურებას ასხამს წყალს. და გაუცნობიერებლად ისეთისკენ მიდიან, ჩემო კარგებო, ჩვენ მტერი მოსაძებნი არსად არ აკავს. მტერი, კავკასიის მტერი ზის საქართველოში, კერძო თბილისში. პირველ რიგში ის არის სამხელი, ის არის მისთვის არის ასე ვთქვათ, განაჩენი გამოსატანი სასამართლოს, სწორი სასამართლოს მიერ და არა ტანკით და ბომბით, ჩემო კარგებო. ბატონო ბესანი რადიოს მეგროსაბა გისმენთ ქალბატონო? გისმენთ. გამარჯობათ. ახლა რომ მამა თეოდორი გიგნაძე ახსენებს, ჯვართამაღლების თეატრის წინამძღვარია, ხო? დიახ, ჩემო კარგო. მათზე ვამბობ, რომელმაც გამოაქვეყნა, ეხლა გეტყვით, რომელმაც გამოაქვეყნა დაწერა საიტზე, რომ კონსტანტინე გამსახურდი არის მკრეხელი, ლევან გოთუ არის მკრეხელი, მამა პაისი არის ვიღაცა, იმიტომ რომ მამა პაისი ამ ხელს და იძახის რომ ეგრეთ წოდებული ის ჩიპიანი პირადობის მოწმობები, რომელიც უნდა შემოვიდეს მომავალში, ეს უნდა მიიღოს, ასე შემდეგ, ეს კაცი არის ქართულს მოძულე, რომ დადის უნივერსიტეტში, სადაც პროფესორები ქართველები გამოაგდეს და იქ ის ებრძვის ქართულ სულს. და ერთი გისმენთ. თქვენ რამე შეხება გააქვთ მამა თეოდორესთან ან პიროვნულად ისმობდეთ ამის მოღვაწეობას? ბატონო, პიროვნული მოღვაწეობას და მე რა უნდა მქონდეს შეხება, მე რაც წავიკითხე, რაც მოვისმენ, იმას გეუბნები. ასევე მათ ჯგუფშია ესევე ერთი წუთით. მაშინ მე გავშლი ამ თემას. ასევე ერთი წუთით, ასევე მამა თეოდორემ იმას, რა ქვია მაგას, მიშა სააკაშვილს, ქართულს მოძულე ადამიანს, უწოდა დავით აღმაშენებელი მისივე ჟურნალში. მოგიტანთ ჟურნალს ქაროზი ნახეთ, ქაროში 2004 წლის ქაროზი, შედი და ნახეთ, იქ რა წერია. მე ხო არ ვიგონებ, მოგიტანთ ამ დოკუმენტს და გაჩვენებთ.
ბატონო ბესარიონ და ასევე მის გვერდში დგას ასევე კიდე გეუბნებით, ასევე მის გვერდში დგას ვინმე ბასილი, რა გვარია ისა? ბასილი ქუთაისელი როა. ხო, რომელიც აცხადებს, რომ ასევე რომ მიშა სააკაშვილი არის რჩეული დავით აღმაშენებელი. წაიკითხე წიგნები, ჩემო კარგებო. ბასილაძე. მამა გიორგი ბასილაძე, ხო? ესენი არის ერთი ჯგუფი, ეს არის ხელის მამა გიორგი ბასილაძე და მამა თეოდორე გიგნაძე არანაირი ურთიერთკავშირი. ჩემო კარგო, საიძე ნახე, ერთი წუთი. ეხლა მეგები. მარია მაგისულიერი და მე მაგისი მოღვაწეობა ციცი უნივერსიტეტში რომ კითხულობთ იქნებ არანაირი სოროსები ეს არის და ეს მისიონერულ მაშინ მოგზავდეს ეთერში ვიცით ეთერში მაგისულიერი მდგომარეობა ეკლესიაში რო ახლა ესეთი ამბები ხდება როგორ მდგომარეობაშია ერთი წუთი ჩემო კარგო თქვენ ერთი წუთით ბატონო გიორგი დიახაც საიძე თუ გინდა ჩანაწერს მოგიტანთ გაჩვენებს სადაც თეოდორე გიგნაძემ გიორგი ბასილაძეს უწოდა წმინდანი ჩემო კარგო რას ქვია არა ადეგიდან ნახეთ რა ვიგონეთ ხო შედიდან ნახეთ იმას საიძე და ბასილაძეს წიგნი ყველამ წაიკითხე და ნახეთ ღმერთის სამი გეგმა რო დაგვიწერა ხა და რო იცახის იქ რა დავით აღმაშენებელია და ესე უნდა ქნასო მიდი და ნახეთ ჩემო კარგებო არაფერს არ ვიგონებთ კიდევ აცხადებ თუ თეოდორე გიგნაძე კალოვი არის მართალი მოვიდეს ბატონო ეთერში დაждდეს ახლა მე ის გამოვიწვიე პირველად კი არ ვამბობ ამ თემას აბა ის შეუშვა ჩემო კარგო სოროსული უნივერსიტეტში ისა და მე შეუშვი ბატონო ბესარიონ მადლობთ ესე იგი ცოტა ესე იგი გავანეთოთ სიტუაცია ნუ რასაკვირველია თქვენ რასაც ბრძანებთ გავამბობთ დოკუმენტებით ერარი ბატონო ნახოს მასალებით რასაკვირველია აქ ჩვენ არავის არ ვაკეთებთ შეურაცხყოფას არც პიროვნად და შემდეგ და აქედან გამომდინარე ნუ ახლა ყველა ადამიანს აქვს თავის გაუშვათ მოსაზრებები გამოთქვას მე მინდა ძალიან კარგი მასალები გამოამჟღავნეთ ბატონო ბესარიონ იმიტომ რომ ეს ახლა აკეთება ეს ტრაგედიები და უბედურებები მე ადეც ვქვის შესაძლოა ჩვენთან გამოსვლაში რომ ახლა მაბადიან ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები აგაგანდენ ეგრეთ წოდებული პიაშიკები აგაგანდენ მაბადიათ აი ამ გამოთქვისათვის და თურმე საპატრიარქომ რომელმაც 4 ივლის თუ არ ვცდები 4 ივლის გააკეთა ზიადაძემ განცხადება მანამდე არ ეცოდა ბატონმა ზიადაძემ საპატრიარქოს პრეზიდენტმა რომ ესე იგი ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტში მზადდებოდა ასეთი კანონის მიღება რომელიც პირველი მოსმენა გქონდა და აქედან ეს რასაკვირველია მართლაც ბატონო ბესარიონ რომ ეს იყო საზოგადოებისათვის ერისათვის თვალის ახვევა ეს იყო მრევლის მოტყუება მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა 11 ივლისს როცა საპატრიარქოში მიმდინარეობდა სინოდის ხდომა სამწუხაროდ გიგუგულავასა და კათალიკოსის თავმჯდომარეობით მე მინდა გითხრათ სამაცკნო რამ მოხდა ესა სოდაშორის მინდა გითხრათ მაშინ იქ სოდაშორის იყო რამოდენიმე ეკლესიის მრევლი ჩასული ადამიანები საპატრიარქოში მე ეს ხალხი ისე დაიშალენ იმიტომ რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო პასუხი უფრო მეც გეტყვით სინოდის ხდომის შემდეგ გამოცხადების შემდეგ თუმცა გამოცხადა ოქმის ხდომა იქ პირდაპირ იყო მითითებული რომ ზოგიერთ სასულიერო პირსო და მრევლსო ჩვენ მოუხმობთო სიმშვიდისაგენ და რომ არავითარ თვითნებური გამოხმობების ადგილი არ ქონდეს. რას ქვია თვითნებური გამოხმობები რომ ქართული ეკლესია დაიცვან, ქართული ეკლესიის პრესტიჟი დაიცვან, რომ ეს მწვალებლური ეგრეთ წოდებული კონფესიებისაგან საქართველოს დაიცვას. ეს რა სიმშვიდეა და უფრო მეც გეტყვით მე 13 ოქტომბერს ბამადეთ 13 ივლისს შედის ხოვდობაზე ანუ წმინდა მოციქულების ხსენების დღეს შედის ხოველში სამაცნო რამ მოხდა რომელიც კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ანუ ამჟამინდელი რეჟიმის ბანდიტი და ყაჩაღი მთელი ამ რეჟიმის მთავარი ხელმძღვანელი სააკაშვილი როგორ ჩაეხუტან ერთმანეთს შედის ეზოში მაშინ ბაბადეთ ტაძარში უფრო მეც გეტყვით დიდი ჯურის კანონის თანახმად არ შეიძლება კათალიკოსმა შეწუდოს წირვა მაგრამ ამოდიჯერმე შეწუდა წირვა მიესალმა ამ ანტიქრისტეს თუ ასე ვთქვათ და ჩაეხუტან ერთმანეთს შემდეგ რომ გამოვიდა სააკაშვილი ეზოში იქ სამაცნო რა მოხდა რა ვიცი კგბ-შნიკები იყვნენ სოდელები იყვნენ თუ კუდელები იძახოდნენ მიშა აი ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა ასე რომ
მე მითო მოვიწვი აქა ბატონი ბესარიონომ ბატონი ბესარიონს აქვს ამ შემთხვევაში დოკუმენტები და მასალები იმისა რომ გააცნებიო სახსენო რომ მე ამდენად ჩემი ემოციური დაუშვათ განცხადებები განეკეთებია მაგრამ ეს რეალობაა მეგობრებო და რასაკვირველია კარგად თქვა ბატონმა ბესარიონმა საქართველოს ეკლესიაში მოხდა არ მოხდა ის რაც უნდა მოხდარიყო ანუ არ გაიწმინდა კგბ-შიგებისაგან ეკლესია არ განიწმინდა ქვაბავაზაკებისაგან ეკლესია და ასე შემდეგ და როდესაც საქართველოში პირველად დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოცხადდა როცა ზიად გამსახურდიას მეთაურობით მოვიდა ეროვნული ხელისუფლება როდესაც ამ ანტიქრისტიანულმა ძალებმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა ანტიქათოლიკურმა ძალებმა დაამხეს შევანაძე ჯაბაიოსელიანის თენგიზ კიტოვანისა და სხვა ყაჩაღების ხელმძღვანელობით დაამხეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება სამწუხაროდ საპატრიარქო არათუ დამხობილი ეროვნული ხელისუფლების ხაზზე დადგა არამედ ამ ყაჩაღები დალოცა ეს არის ამის უამრავი მაგალითები უამრავი აუდიო ვიდეო მასალები და ეს არის სამაცხინო რამ არის იქიდან წავიდა საქართველოს უბედურება და როდესაც ზიად გამსახურდია 1992 წლის იძულებით 6 იანვარს დატოვა საქართველოს ტერიტორია თბილისი სამწუხაროდ 7 იანვარს რომელიც შობის დღე თენდებოდა სამწუხაროდ 7 იანვარს მომიტინგეები დახოცეს მეტროდელისთან დახოცეს ახალგაზრდობა ძველგაზრდობა და შემდეგ და საპატრიარქოში კიდევ ზეინი იყო გამართული თუ როგორ წავიდა ზედ გამსახურდია საქართველოს ტერიტორიიდან აი ეს არის რეალობა და ამიტომ ეს შედეგებით ჩვენ ეს ზოგიერთი ეს ასამართლდასავალი ეს ეგეწოდებული გაზეთი ანუ შევანაძის მოსყიდული და ნაკიდი გაზეთი წერს რომ პატრიარქს არავინ არ ემუქრება პატრიარქს კი არ ემუქრებიან ბატონო ჩემო ემუქრებიან საქართველოს ჩვენს სამშობლოს ჩვენს დედა ეკლესიას რომელიც არის წმინდანების და მოწამეების დედა ეკლესია და რაღაც გრევანდელი წყევსთავრების ეკლესია აი ამას ემუქრებიან ბატონო ჩემო და სააკაშვილით შევანაძეც და სამწუხაროდ გრევანდელი საპატრიარქოს წყევსთავარი ხელმძღვანელი თუ დირექტორი ბაბადეთ ეკნიანია საერთაშორის არა თუ გაიმიჯნენ ამ ანტიქრისტიანულ ამ შემთხვევაში კანონებს არამედ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ერთად ყოფილიყონდა 13 ივლისს შედიცხოვლის ტაძარში რაც მოხდა ეს იყო მაგალითი და სურათი ჩვენი მოსახლეობისა ჩვენი ერისა რომ საქართველოს ძალიან დიდი უბედურება სჭირს შიგნიდან მართალია ბატონო ისა რა ქვია ბესარიანი იმიტომ რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს სომეხი იქნება სომეხი თავის საქმეს აკეთებს ბატონო ჩემო აზერბაიჯანი თავის საქმეს აკეთებს ყველაცა თამარ ჩვენი ერი უბედურების მდგომარეობაში არის ჩაკანებული და ყველანი მაპატიეთ როგორც აქვს ბატონ ნიკოლოზ ლოთქიფანიძეს ძველ ნოველის დაწერილი რომ იყიდება საქართველო ყიდის ერი და ბერიცო აი ეს არის დღევანდელი საქართველო და ამიტომ ეს ფარისევენი და სადუკევენი ეს ეგეთებული პარტიები რომ მოუწოდებენ და დაიცვათ საპატრიარქომ უნდა მოუწოდოს ხალხს პატრიარქომ უნდა მოუწოდეს ეს და ბეს სამშობლოს დასაცავად და რაღაც პარტიამ და იმან უნდა მოუწოდეს მაგრამ ესეც გაწვილია ბატონო ჩემო ამიტომ მე ბრაზდებ დღევანდელ სინოდის წევრებს აბსოლუტურ უნარისობას რასაკვირველია მე მოვიწოდე ამ რეჟიმის როგორც თემას გადაცემა ამ რეჟიმის და ეს რეჟიმის სახურები არიან ესე გეწოდებული დეპუტატებიც ესე გეწოდებული აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგ და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვაცადებთ რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილონი ვართ ამ ყველაფრისა და სამწუხაროდ და საუბედუროდ როცა როგორც ბატონის ზედ გამსახურდიებთ თანხმდა რომ ჩვენ მებრძოლი ეკლესია გვჭირდება ქრისტიანული ეკლესია დღეს არ აქვს ეს მებრძოლი ეკლესია და რატომღაც და საუბედუროდ ჩვენი კათოლიკოსი და ჩვენი საპატრიარქოსი და ჩვენი სინოდიც არიან ამ ქვეყნის ძლიერთა მონები და რა ღმერთის მონები ეს არის სამწუხაროდ და საუბედუროდ მოდიშით რადიოს მენა ბატონებსა და შემდეგ გავცემ პასუხი გისმენთ მოგესალმებით ბატონებო გამარჯობათ მე მინდა გითხრათ რომ ჩემის აზრით ფოტოგრაფების საქმე მიშა საბანოს მორიგიშოუ ამ საქმით ხელისუფლებამ წარმატებით მოახერხა მიეჭმალა ეგრეთ წოდებული პარლამენტის პატრიარქისა და სინოდის უდიდესი ღალატი ჩადენილი საქართველოსა და ჭეშმარიტ ქართველების წინააღმდეგ როგორც ითქვით ვისთვის აღიმაღლებდეს ხმას მასმედიის წარმომადგენლები თუ არა თავისი კოლეგებისთვის ამიტომ დაიჭირეს ფოტორეპორტიორები გეთახმებით ხალბატონო არა ეს საშინელი სკანდალი კი გასაგებია ის საქართველოს საზღვარს რომ გაგცენოდა საქმეში ჩართული კი რასაკვირველია მადლობთ ხალბატონო რასაკვირველია მაგრამ აი ჩვენ ჟურნალისტებს ნუ გავწევთ ისინი არაფერში ამ შემთხვევაში მაგრამ რასაკვირველია მართალია რომ ასეთი
სოლიდარული ყოფილიყო საქართველოს ერთად. ათ პოლიტიკანები იყოლებოდნენ, ათ შედეგ გამსახურდა იქნებოდა ციხეში, ათ შედეგ გამსახურდა იქნებოდა მოკლული, ათ მელაკოსა იქნებოდა მოკლული და ათ საქართველოს იქნებოდა დაკობილი ბატონო ჩემო. ასეთი სოლიდარული ყოფილიყო ჩვენ, მაგრამ რასაკვირველია და ამიტომ არის რომ ბატონმა ბესანმა მიტომ მოიტანა ეს დოკუმენტები და კიდევ გაგზდება ამაზე საუბარი რასაკვირველია. ეს არის უდიდესი ღალატი ჩვენი მართლმსაჯულებით, ჩვენი სამშობლოსა, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისა და ამიტომ ჩვენ სხვას დავაბალებთ ჩვენ ბატონო ჩემო და მე გამოდის ეს უტიფარი უგულავა ეს ეგეწოდებული თბილისის მერი დაცანეს რომ ზოგიერთებს უნდათ რომ ერთნო კონფლიქტებით იმასთან რა ქვიაო გავიონ და არაფერი ბატონო შენ ხარ თავარი ეთნიკობის გამგუებელი შენ და სააკაშვილი და შენ მიცი სინოდის შეგიშვა შენ რა უფლებით შეხვედი სინოდის სდომაზე რომელი შენ დიდი მოწვევის მძანდებით შენ ხარ ამ თანაშემწე რეჟიმის წარმომადგენელი ვინ შეგიყონა იქ სინოდის სდომაზე ვინ დაგასრო აი ეს არის სამართლო და ამაზე ქართული ხალხი არის ინფორმაცია ამაზე ალაპარაკობენ ეს ფარისევი და სადუკევენი ეს პრესაში და ტელევიზიაში ალაპარაკობენ ცოტა შორის მინდა გითხრათ ერთხელ ამასინებზე ის რამას საყვარელიძემ ცოტა რაღაცა კი განგვიდა შევანადის წარმომადგენლისაგან განგვიდა რომ ასეთი რამ არ შეიძლება გაკეთდეს იქ კავკასიაზე თქვა ცოტა შორის ასეთი რამ რომ ასეთი ჯიბები კი არ მიიღეს ბატონო ჩემო ამათა ყველაფერი მიიღეს სანაცვლოდ 30-ად ზოგადად გაგიდეს საქართველოს და ეკლესია. ბატონო ბესენე დავაძებ საუბართან თემაზე. ბატონო, მე მინდა თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ ბატონო გიორგი, როდესაც საუბარი იყო პატრიარქთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მე გახსოვთ წინა გადაცემა რომ ჩვენ გქონდათ, მე მაშინ თქვი რომ საქართველოში უნდათ დანერგონ პაპიზმი, კათოლიციზმი, რომლის ასე ვთქვათ აპოლოგეტები იყვნენ მე ვინც ვახსენე ის ხალხი რომლებსაც რომელსაც გამოაცხადეს თავიანთავი ცოცხალ წმინდანებად ისე იგი როგორ იცით თავისთავად წმინდანის განკითხვა არ შეიძლება ხო ეგრეა და თუ ადამიანს წმინდანად გამოაცხადებ მორჩა ასევე მოხდა ეს პაპიზმია ჩემო კარგებო ხელშეუხებელი სანამ წმინდანი არ არის ადამიანი არავინ არ არის ამიტომ როდესაც თქვენ საუბრობთ არც ერთი არ ლაპარაკობს საქართველოს ეკლესიაზე ლაპარაკობენ პატრიარქზე ვიღაცებზე სხვებზე სხვა თემაზე მაგრამ ბატონო აქ ცალკე პიროვნებები კი არ არის პატრიარქიც მრევლიც ვალდებულია თავის სიცოცხლეს შესწიროს საქართველოს ეკლესიას ქრისტეს და არა პირიქით საქართველოს ეკლესია კი არ უნდა შეეწიროს კათოლიკოს პატრიარქს ამისთვის არ არის მოწოდებული კათოლიკოს პატრიარქი და არც ერთი მღვდელმთავარი და არც ერთი მღვდელი პირიქით წყემსმა თავისი თავი უნდა დადოს ცხოვართათვის და არა პირიქით სხვარი ვერ დადებს თავს რასაკვირველია ამაშია საქმე და აი ამას არ ასრულებენ საქართველოს ამისკენ მიყავთ უყურე ყველა გაიზარდეთ ჩვენ ხალხს უჭერთ პატრიარქს კი არა დაუჭირეთ ხარი საქართველოს ეკლესიას და არა პიროვნებები მიდიან და მოდიან უკტავი ამ ქვეყანაში არავინ არ არის და მით უმეტეს ისეთი ხალხი რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელ საქართველოს მოსვლაში დღეს ესე არ მოხდარა ეს უბედურება აბა ზვიად გამსახურდიას დროს ამას კი ვერ გაუბედავდნენ საქართველოს ამ კანონს კი არა ამის ისედაც კი ვერც კი გაბედავდნენ ჩემო კარგებო და იცით თქვენ დღეს კიდე უკვე ქართველობა ამათ აქციეთ როგორ იცი ამის დანაშაულად ეს ვისი ბრალია იმიტომ რომ როდესაც შიგნიდან მტერმა შეისწავლა იყო პერიოდები როდესაც საქართველოს როდესაც ყოველთვის ეკლესია უძღვებოდა წინ და ხელისუფლებები იყვნენ დაპყრობლე მაგრამ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იჩენდა ასე ვთქვათ თავის ინიციატივას და ამხელდა ამ უზნეო და დამპყრობელ ხელისუფლებებს და ყოველთვის ცდილობდა ერის სწორი სიტყვის და სწორი მიმართულებით წაყვანას ეხლა კიდე ჩვენ იმის მაგივრად სიმართლე გითხრა სამარცხვინოდ სინოდს გამოვა გადაწყვეტილა ბოდიში მე რა შევარქვიცი ამას ესე იგი თუ კარგი იყო რა გაჩხუბებდათ ხალხო თქვენ არ გამოხვედით იქიდან თქვენ არ თქვით ეს რა ქნესო მე სინოდი რო იწახის ეს რა კაია აცი არ გაგიკეთოთო ვერ გავიგეთ აცი არ გაგიკეთოთ რას ნიშნავს ეს რაც იყო მეტი რა უნდა გააკეთონ ამათ ბაზელი მესენ ბოდიში მაყურებელს გისმენთ Алло. Кисмет. Конечно. Я мои интересы кითხოთ. Დიახ. აი კანონი, რომელიც რეკლამირებს ამ ეკლესიასთან დაკავშირებით და კონფესიასთან რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შემდეგ მიიღეს გარკვეული დადგენილება. კიდე. განმარტებითი ბარათი, ვითომ განმარტებითი ბარათი, კი. იურიდიული სტატუსი აქვს, რამდენად სერიოზული დადგენილებაა, რომ მადლობთ, კარბატონო.
ეს არის ეგრეთ წოდებული განმარტებითი ბარათი, რომელიც არაფერს არნიშნავს გარდა მოტყუებისა საზოგადოებისა. აი ზუსტად უგულავა იმიტომ იყო იმ წმინდანის სიტყვაზე მისი, რომ ვითომ ბიუროს სიტყვაზე შემდეგ ბაქრაძე გააკეთებდა განმარტებითი ბარათს, რომელიც არავით არის იურიდიული საბუთი არ გააჩინა ამ ეგრეთ წოდებული განმარტებით ბარათს და აქედან გამომდინარე, ის ძალაში დაჭა ის 5 ივლისის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო კოდექსის მიღებული კანონი და მინდა ბატონო ბესენი ერთის თქვა რომ მე როგორც ადამიანის დამცველი საქართველოში არავის არ იმუქრება თავისუფალი აღსარებლობის გამოთქმის საშუალება და შემდეგ და პირიქით ჩვენ საქართველოს ტრადიციების ქვეყანა არის და პირიქით საქართველოში ქონდა თუგნებავთ მეფე დავით ამაშიანების თუგნა გიორგი ბრწყინვალის და სხვა დიდი მეფეების ხელში საქართველოს ყველა არ იზღუდებოდა არავითარის მაგრამ ეს იმიტომ მიიღეს ეს ეგრეთ წოდებული კანონი რომელიც გახადეს საჯარო სამართლის სუბიექტად რომ იგივე საელჩოა ამ შემთხვევაში რომელიც იმ ტერიტორიაზე ვეღარ შეხვდა ატოკეფალია შემოაყო ატოკეფალიური კი ბატონო ბატონო გიორგი რა მინდა გითხრათ იცი აი თქვენ რო ბრძანეთ ხო განმარტებითი ბარათი კანონს განმარტებითი ბარათი არ არის თუ განმარტებითი ბარათი ის კანონი არ არის განმარტება ხდება მანამდე კანონს რო იღებენ კანონია ეხლა ვინმე რომ იმას განმარტებით ბარათს მისცემენ ეს განმარტებითი ბარათი როგორი იცი მკვდარს რო პანაშვიდს მიუყვანენ ჩემო კარგო შეშმენიდან ზა მაგურებელია ბატონო ბესენი გთხოვთ ბრძანეთ მოგესალმებით გამარჯობა გვიან შემოგვიერთდი და სტუმარი ვინარი ბესარიონ მიქავა იბერულ კავკასიის მოძრაობის ხელმძღვანელი მინდა ასეთი რამ გკითხოთ აი თქვენ აღნიშნეთ რომ სექტების განამამას უკან და სომხები არაფერ შუაში არ არის არავის არ უთქვია მაგ ამ შემთხვევაში ტორპედოს იმას ასრულებს მე როგორ თქვით მაგრამ დღეს სტრესის მიმოხილვაში მოვისმინე რადიოთი ასეთი რაღაცა რომ 5 ეკლესია უკვე გათარის რო გადაცდე კი ბატონო ეკლესია უკვე რეკონსტრუქციას კი უწარდება და ეს 5 ეკლესია უკვე დაკეტილია იმას ქვით და ქალბატონო ვისი ბრალია თქვენი აზრით ვისი ბრალია ესა ვისი ბრალია თქვენ აღნიშნეთ საიდანაც დაიწყო და თქვით მე ვისი ბრალია ესა ვისი ვინ გაგიდა საქართველოს ეკლესიები და ტერიტორიები 600 წაგიკითხეთ აგერ საპატრიარქოს გამოცემული კიდევ ერთხელ აჩვენეთ ეს ქალბატონი ბოლოს ეხლა შემოვიერთდა თვითონ ბრძანა ეს არის საქართველოს საპატრიარქო ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი საპატრიარქოს გამოშვება სადაც წერია თეთრით შავზე 600 ეკლესია დააფიქსირა იმ კაცმა და ხმა არავინ არ ამოიღო ეს არის 2005 წელი, გაჩვენეთ 2002 წელი, 2009 წელი, მეტი რა გაჩვენოთ. დღეს კი არ იყო ეს ახალი ამბავი არ ყოფილა. ეს წინასწარ შეთანხმებული, წინასწარ განხორციელებული, ასე ვთქვათ, როგორ იცი, ოპერაცია იყო. რაც მოხდა, ის ყველაფერი იყო ოპერაცია, გეგმა ზომიერად გაკეთებული. თავიდან ბოლომდე ის განმარტებითი ბარათი, ჩემო კარგებო, მაშინ მოდი ყველა კანონს მივცეთ განმარტებითი ბარათი. სად გინახიათ კანონის განმარტებითი ბარათი ვინ მოიტანა ეგეთი სისულელი ვის ატყუება სად გონია თავი ვერ გავიგე მე ბატონო ბესარიონ ერთ რამეს ვიტყვი რომ ჩვენი ეს ამ შემთხვევაში აღშფოთება გამოწეული არის რომ საქართველოში ანტიქრისტიანული და ანტიქართული რეჟიმი შეიძლება ბატონო გიორგი არ აღშფოთებს ეკლესიას გავხლებენ და თქო ესე რადიოს მენეგო და შემდეგ გისმენთ უკაცრავად ალო გისმენთ მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. ნახლა მე თელეკომუნარი გიკითხავთ 7 იანვარს 92 წლის 7 იანვარს პანსეთი რომ გაიმართა საპატრიარქოში ინტერვიუ მამა ვახტანგ მარგიანთან. კი ბატონო. მე ვიყავი პანსეთზე. მაგრამ ეს იყო საერთაშორისო პანსეთი, მაგრამ ეს მათთვის სულ არ იყო შობა სულ არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი. ყველაზე კარგი თამადები იყვნენ დიაკონი ლევან ცხილაძე და ხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათვაშვილი, ის მაშინ არქიმანდრიტი იყო. მილვა მეორე ყველა უნოცავდა გამარჯვებას ვინაიდან მისი მოწვით ვაგით პასობს ეს კაცი ამბობს მარტო ხომ არ ვიჯექი სუფრადე სუსინდისი შეაწუხებს ვინეს უნოცავდნენ ილია მეორეს ვინაიდან ილია მეორეს მოწვით განედებნა გამსახურდია საქართველოს და მოიყვანეს შევანაძის სამხდელოება ჯიეთ გამსახურდია ილია მეორე გვაჩვენებდა ხო ეს მოგეთ თუ მე მოდელი მქვია ეს კაცი ამბობს და საერთოდ მართლმადიდებლობის მისწრაფების მქონე ვარ და ეკლესიური კაცი მქვია არ მაქვს უფლება გამსახურდია და არ უწოდე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მოიწონე იმიტომ რომ რასაც ზიანს გამსახურდია ებრძოდა და საერთოდ ყველა ის პრეტენზია რაც მას ჰქონდა მარქსისტულ საზოგადოებასთან ამის გაკეთება ეკლესიის პრეროგატივა
იყო. ახლა პატარა ამონარიგი დღეს უკვე მამა პეტრე კვარაცხელი ამბობს ასეთ რამეს. ხმამაღლა უნდა ითქვას სიმართლე, ამბობს 26 მაისის რამეზე, რა თქმა უნდა საშინელება მოხდა, მაგრამ არის ხდება ეს დიდი სიმართლე ჩვენ თუ არ დავიწყეთ 1991 წლის 22 დეკემბრიდან და არ დაიწყო სასული პირებიდან მე ხმადმად დაწუნებული ერთი რიგითი ადამიანი ვამბობანოს რომ არაფერი საქართველოს მადლობთ იცოცხლეთ ძალიან გასაგებია თქვენი მე ერთი მინდა ბატონო ისე ბესავიან მეც ვიტყვი რომ ესე იგი რასაკვირველია მათი და მე ბატონ მამა ვახთან მარგიანს ვიჩნევ ძალიან კარგი ადამიანი გახლავთ და თვითონ ის დემნილია შესაძლოა თავისი დემნილია თავისი მოსაზრებების და გამო და რასაკვირველია მან აღწერა მე მახსოვს ახალთაობაში გულიკო ბალადესთან და მე მახსოვს ადამიანს აღწერა იქ ჩემთან იყო შესაძლოა ინტერვიუ აგებული და მე აღწერა იქ თუ რა მიმდინარეობდა მაშინ სამწუხაროდ იმ 6 იანვრის 7 იანვრის იმ დღეს თუ იმ ღამეს თუ იმ გაცემის დღეს ამ შემთხვევაში და რასაკვირველია ეს მე გამოჩნდა შემდეგ აქ ჩვენ ვარდნერად გელაპარაკობთ აქ ჩვენ საბუთებს ლაპარაკობთ და ეს მე გამოჩნდა რომ მე უწმინდესმა რამოდენიმე დღის შემდეგ სპორტ სასახლეში დალოცა ეს ყაჩაღები ჯაბა იოსელიანი თენგის იგო და თენგის კიტოვანი რომელზეც სამეგრელო შემოეცია და აუხრა გააწერეთ ბატონებესაიო ხო ეხლა მე რა მინდა იმ ქალბატონს მინდა ერთი კიდე უთხრა ქალბატონო ასევე არსებობს მამაშიო ავალიშვილის წერილის სხვათაშორის ეს დიდი იერარქია ასე ვთქვათ მღვდელმთავარია მეუფე ხო იმიტომ მეუბნები და მასაც აქვს საკმაოდ დიდი წერილი მამხილებელი წერილი შეგიძლიათ ეს ნახოთ ინტერნეტში და ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ ეს არის იქ ისევ შიგნიდან სამდელოებიდან ეპისკოპოსებიდან წამორთული სიტყვები და მე იმიტომ ვთქვი რომ მამა პეტრეს კი სიმართლე 2011 წლიდან კი არ დაწყებულა რა თქმა უნდა 26 მაისიდან სიმართლე უნდა დაიწყო 92 როგორც კი მოხდა საქართველოში უკანონობა იმიტომ რომ ფსალმუნი პირველი ასე იწყება ჩემო კარგებო ნუ დაждდებით აფიათა საკრებულოშიო გისმენთ ქალბატონო გისმენთ ბატონებესთან ვთქვათ გისმენთ გამარჯობათ დიდი პატრიოტიზმის მოგესალმებით ერთადერთი რაც მინდა გითხრათ თქვენ ახსენეთ გიორგი ბასილაძე ეს არის ერთადერთი მოდელი რომელმაც ღიად დააპირისპირა ღიად გამსახურდია დამხობა საქართველოში პატრიოტიზმის მეუფე კალისტრატე რომელიც ზუსტად ისი ძახით რომ აღმაშენებლის დარი არის ეს საათაშვილიო და გიორგი ბასილაძე იყო რომელმაც პირველად ხოშვიდი ნოემბრის და დააგმო 7 ნოემბრის ხო როგორი აღმაშენებელი ყავს ხედავები ძალიან ხოთ ეს დაფალები ყველაფერი ეს არის სიგნები რაც ხალბატონო წაგეთხული წინში სახში მადლობთ ხალბატონო მადლობთ ნუ მე ვერ გედოთ ამაზე მაგრამ მეუფე კალისტრატე კი ვიცი რომ იძახოდა ახლა მე ვიცნობ მას კარგად და იძახოდა რომ აი დავით აღმაშენებელი მოვიდა და შემდეგ და და ის ციგივე მე ციგნებად ჩემო კარგებო გიორგი ბასილაძე უფრო შორწავი და კიდე გეუბნებით მარკ ციგნი გამოცემული სადაც წერია და სტატიებიც არის ვიდეოც არის ინტერნეტ გამოცემაც არის ხალხო არ ბნელა საქართველოში არ ვარ ბნელები და მოვკალით ახლა ყველაფერი აქვს დაფიქსირებული ის ამბობს დავით აღმაშენებელია მიშა სააკაშვილიო და მას მიეცა აფხაზეთის განთავისუფლების გეგმაო ესე ბრძანა ასევე ის უფრო შორწავი და მას უწოდებენ ცოცხალ წმინდას მე 9 ჯერ მithქვია ეს არის პაპიზმი ადამიანის სანამ ხორჩია ის არ შეიძლება წმინდანი იყოს იმიტომ რომ შეიძლება მაგალითები გაქვს ჩვენ ბევრი როდესაც ადამიანი 40 წელიწადი ბერი იყო და სიკვდილის წინ უარყო ასევე პირიქით ადამიანი იყო თუ გინდა ზავაზაკი რომელიც ჯვარზე აღიარა მაცხოვარი ეს გახდა წმინდანი ჩემო კარგო ესე არ არის და გამართდა ასე რომ ადამიანი თავის თავს ცოცხალ წმინდანს უწოდებს და დადის ქუჩაში და ამ დროს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ადმინისტრაციას უწევს აგიტაცია პროპაგანდას ეხლა ის თუ წმინდანია ჩემო კარგო მაშინ ესე წმინდანებით სავსე ეგრეთ წოდებული პარლამენტი ეს საოკუპაციო რეჟიმი და ყავდეთ ეგერ და უსმინეთ ეხლა იმას მღვდლის ფორმას ჩაარწმეთ თქვენ თუ რაც ჩაარწმეთ რა მნიშვნელობა აქვს ჩემო კარგებო ამაშია მე რატო ვთქვით ჩვენ გახსოვთ ალბათ ორიოდე სიტყვით ვიტყვი აგერ გვაქვს ჩვენ ხატი სადაც წმინდა გიორგი გმირავს მელას ეს მელა ზუსტად ესენი ეს მზაკვრები
ეს მზაკვრები არიან, ესენი მოვიდნენ, ნიღბით არიან მოსულები, ნიღბით, მღვდლის ნიღბით, ეპისკოპოსის ნიღბით. ესენი არიან ის მელიები, რომლებიც საქართველოს დაშლისკენ ემუქრებიან, საქართველოს განადგურებისკენ ემუქრებიან. წაიკითხეთ კარგად სახარება, წაიკითხეთ კარგად ძველი ახალი ახლა რა წერია მელაზე. სხვათა შორის კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, საქართველოს ქართულ მამაო ჩვენოში ჩვენ ვამბობთ გვიხსენ ბოროტისაგან, რომელიც არის არასწორად გადმოსული. ყველა ენაზე არის როგორც რუსულში ასეა სპასიას ლუკავაგა. იმიტომ რომ ლუკავი მზაკვრება ბოროტი სულ სხვა მცნება, ბოროტის არ აქვს აღნიშნული ნიშანი, სულ სხვას ნიშნავს. გამიგე? და მზაკვარი პირდაპირ მინიშნება. მზაკვარია დღეს საქართველოს მზაკვრები ემუქრებია, რატომ? ეს კაცი ეკლესიის წინამდე გიღებს დადგენილებას, მერე შედის მეორე დღეს და ეკლესიაში სანთეს ანდებს. თან სადაც ყველაზე წმინდა ადგილა საქართველოში, სვეტიცხოველში, საკურთხეველში უბატონოდ შედის. რას მეუბნებით ხალხო? აი ეს არიან ის მზაკვრები, ეს არიან ის მელიები. ასევე მე მინდა იგივე თქვენ გაგახსენოთ, მე როგორ იცი, მე რა გამახსენდა. სამი სიტყვით ვიტყვი. გახსოვთ თქვენ, როდესაც მაცხოვარი რო უნდა, როცა იშვა და მოგები რომ მივიდნენ ჰეროდესთან და ჰეროდეს ეუბნებიან, ჰეროდე ეუბნება მაშინ რომ აი მეც მითხარით რომ მაცხოვარი სად დაიბადა, მეც რომ მივიდე და თაყვანი ვცეო, თუმცა იქვეა განმარტებული რომ იმიტომ რომ მას მისი მოკლა სურდა და არა მისი თაყვანის ცემა, ჩემო კარგებო, ამიტომ მე მოგვიბმა გზა აუბრეს და სხვა გზით წავიდნენ. დღეს ზუსტად ასეთ ჰეროდეებთან გვაქვს საქმე. ვიცი გზის. რადიოსმენელი ყავს გთხოვთ გისმენთ? მოგესალმებით. ამერიკა და ევროპა. საბიცა ეს მამონენა საწუნერება განდიდრა გამილიარდელა საქსი და მისი ბანდა და ხალხი რასტუდა საიმისო 12 მილიონი ხალხი თამამეთ იზროსა მადლობთ ქალბატონო, მადლობთ. მე მესმის ქალბატონო, მე მესმის თქვენი წუხილი, მესმის ქალბატონო, მადლობა. ნუ ბუნებრივია 12 მილიონი ხალხი, მაგრამ ეს მარტო ევროპას ჩვენ დავაბარებთ, ჩვენ თავს დავაბაროთ ბატონო ჩემო, იმიტომ რომ ჩვენ დაიწყება ეს ყველაფერი. ახლა ევროპა მარტო ევროპაზე არ არის აქ საუბარი. რასაკვირველია, ჩვენ გვერდიან ანტიქრისტიანული ძალები, მაგრამ ჩვენ თავი უნდა გვეყუდნეთ ესო და ბატონო ბესარიონ, ძალიან კაი საუბარი გამოგვივიდათ ეს და მე მგონი ძალიან თამამი და ძალიან მართალი სიტყვა და მე ფიქრობ ესე იგი ღმერთი მოგცემს ძალას იმისას რომ აუცილებლად ჩვენ ვიტყვით ჩვენ სიტყვას კიდევ და ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ბატონო რომ მე მიმართავ ახლა ღიად მე არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ მე მინდა უთხრა კათოლიკოს პატრიარქს მიმართო რომ რატომ გაწირეს თეოდორე ჩიხლაძე 1993 წელს რომელიც ის კაცი არ ყოფილა თვითონაში საერთოდ რატომ დაახვეწინე შენ ეშმაკ მელა შევანაძეს რატომ დაიბანე თქვენ პილატესავით ხელი მინდა გითხრათ ცოტ პასუხს ვერით ცოტა შორის მე თქვენგან ცოტა შორის მინდა გითხრათ და სხვა სხვებზე ჯერ ამინდა ჯერ ამ თეოდორე ჩიხლაძეზე რომელიც პატრიოტანი მგდელი იყო და უფრო მეტიც თქვენ გამოხდით მაშინ საბჭოთა ვრემიაში და საბჭოთა მოამბეში და თქვენ პირდაპირ განაცხადეთ რომ ეს კაცი ჩვენთან ამსახურებსო არა და ის იყო ოფიციალური მგდელი იყო მონაზონი ამ შემთხვევაში და რატომ დაიბანეთ თქვენ რატომ დაახვეწიეთ ამ სატანა შევანაძეს რომელიც არასოდეს არ ყოფილა თვითონაში ის კაცი არასოდეს არ ყოფილა იმ დროს სოდაშორის ეგეწედებულ დანაშაულ ადგილას ეგეწედებულ დანაშაულ ადგილას არ ყოფილა სოდაშორის და აი ეს მე მინდა რომ ქართულმა ხალხს დაცვას ეს კითხვა იმიტომ რომ ჩვენ რატომ გავწიოთ მგდელმოწამეები რატომ გავწიოთ და კიდევ ბატონო ბესალონ აუცილებლად შეიძლება რა ვთქვა რომ როდესაც ზედ გამსახურდია დაამხეს კონსტიტუციური ხელისუფლება დაამხეს რამოდენიმე სასულიერო პირის სოციალიზმის განკვეთა ეკლესიიდან განკვეთა და აგერ მაგალითი გვაქვს ნიკოწმინდის მთავარეპისკოპოსი მეუფე ამბროსი ქათამაძე რომელიც შემდეგ რამოდენიმე წლის წინ საერთო ვითარებაში იქნა მოკლული თუ გადაიცვალა საერთო ვითარებაში და ასე არ შეიძლება მეგობრებო და პირიქით ადამიანმა დაიცვა ერის მიერ არჩეული ხელისუფლება, ანუ დაიცვა ღვთის ხელისუფლება დაიცვა. ის კი არ დაიცვა ესმაგები და სატანები და შევანაძეები და იოსელიანები და ესენი რა ქვია სააკაშვილები და უგლეები ხელისუფლების ღვთის ხელისუფლება არ არის. ესენი ძალდატანებით მოვიდნენ. ესენი მოვიდნენ ანტიქრისტიანული ძალებით და ამათან კი არ უნდა იყო იმ ხალხთან სადაც აუცილებელია ბატონო ჩემო და მე მინდა გითხრათ ბატონო ბესარიონ მე მოგლეთ ვიტყვი და შემდეგ თქვენ მოგცემთ საბოლოო ამ შემთხვევაში სიტყვას მეგობრებო გუშინ იყო გენიალური ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე დიდი ეროვნული გმირის ქაიხოსრო ჩვალოყაშვილის დაბადების დღე მინდა მიულოცოთ ქართულს მაგრამ ერთი რამე გამაკვირა ვაჟა საფლავზე გუშინ მისულიყო
პუჩისტები და ეშმაკის მოციქუნი. ამიტომ გვარებთ ვერ დავასახელე, მაგრამ უნდა დავასახელო ირაკლი წერეთელი. ის წერეთელი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას წყვია ესოლა თავისი სიტყვით და თავისი საქმით და ცოტა შორის. იყო იქ ვაჟა ადამიანიც. ნახავსაუბრებ ჯასო ჩარგენებს და იმაზე და თურმე ირაკლი წერეთელს გაუკეთებია თურმე მობილიზაცია თუ შეიძლება ითქვას რომ ვაჟაობა აღენიშნა გუშინდა 150 იუბილე და იქ გამოვიდა მე ტელეკომპანია კავკასიაზე თქვა რომ რატომ არ არის ხალხი რამდენი ხუთი კაცი იყო თუ არ ვწდები და რატომ არ არის კაცი ხალხი კაცი რომ ვაჟა დაავიწყდათო მე მინდა ირაკლი წერეთელს მოუწოდა სხვებს იქ მათ მაკაცებს და დაკალებს როდის აქეთ გაგიშთა თქვენ აქვია ვაჟაფშავენას იუბილის აღნიშნა მინდა გითხრათ შენ წაიდა ჯაბაიოსენეს იუბილე აღნიშნე შენ რასაკი გაქვს ვაჟაფშავენას მორალთანაც ნეობასთან ან თქვენ საერთოდ რასაკი გაქვს სანაშორის თქვენ წაიდა ჯაბაიოსენის ის აღნიშნე აქვია იუბილე აღნიშნე ბატონო ჩემო და შანადის იუბილე აღნიშნე და ჯაიმის აქვია ტიტოვანის იუბილე აღნიშნე და შენ არავით არის აქ გაქვს ვაჟაფშავენასთან და ვაჟაფშავენას სიტყვებით რო ვთქვათ ბატონო ბესარიონ ჩვენ ეროვნული გამართლებელი მოძრაობა და ის რომელიც არის დიდი ორგანიზაცია შემავალი პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები ან როგორც ბატონის ზედ გამსახურდიას უყვარდა ხოლმე მიტინგებზე გამოსვლა და ამის სიტყვით დამთავრება გენიალური ვაჟა სიტყვებით დავამთავრე მე რაც უნდა ჭირი მამკერძონ ბირც არშავ ეკრის ზავითა წვენას ვერ შემასვენეთ მოსღებული საერთო და ჩვენ ვერ შევაცვალეთ წვენას და ირაკლი წერეთელო აი შენ ზუსტად ვაჟ ადამია შენ ზუსტად რომელიც მერაბ კოსტავას სახელი შეაწყვინე და ტანგით ეზოში შიმშილობდი და ტანგიდან დაიწყე იმ ტანგიდან რომელიც ვერ გამსახურდიას და ის ტოტი მოჭერით თქვენ რომელიც თქვენ იჯექით თქვენ რაუფლებით ხართ ვაჟაფშაველას ახსენოთ მორალად ვაჟაფშაველა და თუ მინდა кайხოსო ჩოლოყაშვილი მეგობრებო და ამიტომ არის რომ დღეს საქართველოში ბატონო ბესარიონ დღეს საქართველოში არის ესე იგი აღრევულია ყველაფერი ვერ გაიგებს სიმართლეს სად არის ვერ გაიგებს სინათლეს სად არის წყვილს სად არის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სად არის სიმართლე და ამიტომ ჯივართ აქ ჩვენ და ჩვენ იმითომ წვის რომ ჩვენ მე ძველი სტიხაროსანი გახდით ცოტა შორის ალბათ ბატონი ბესარიონი ამ შემთხვევაში ძველი სტიხაროსანი და მე მსახურობდი 1991-92 წლებში სიონში პატრიარქად მსახურობდი ბატონო ჩემო და ასე რომ ჩვენ წუხს ის ამბავი რომელიც მებრძოლი ეკლესია კი არის მებრძოლი ეკლესია ნეთბილი ეკლესია მაგრამ არ შეიძლება რომ სატანას ჩაეხუტო არ შეიძლება რა საქმე აქვს შენ ბნელთან რა საქმე აქვს ნათელს ბელიათან რა საქმე აქვს მაგრამ თურმე თქვენ ხართ არა ღვთის მონები და ღვთის მორჩილები არამედ თქვენ ბრძანდებით ამ ქვეყნის ძლიერთა მონები და მორჩილები თქო ბატონო ბესარიონ გიორგი მე მინდა ასევე მაყურებელს და მსმენელს უთხრა რომ ჩვენ ორშაბათ 3 საათზე ვაპირებთ ისევ ამ ეთერში გამოსვლას თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრი აქვს ჩემო კარგო გულისხმობ საპატრიარქოს წარმომადგენელს სამდელოებას ვიწვევ მოვიდეს მე აქვე მინდა ამ თემას მაშინ მერე გავაგრძელებ მაგრამ რო არა თქვან რომ არ ვიცოდით ეს უცებ მოხდაო აი ის ისიხანიანი რას წერს იმას აგიკითხავ ძალიან პატარა მოკლედ უყურეთ ახლა ამდენად არსებული მდგომარეობის გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია წერს საქართველოში სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის ეპარქიის სათანადო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა წერს რომელიც ეს არის ბატონო 2005 წელი დიახ ეს არ გამოგვერდა ეხლა რო იძახენ არ ვიცოდით რა არ იცოდნენ კაცო რა საქმეა საქართველოში რელიგიის თავისუფლების და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებული კანონმდებლობის სრულყოფა მორჩა გამიგეთ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში და ასე შემდეგ მე დრო არ ყოფნის ახლა და აქვე წერია ჩემო კარგო აქ მოულოდნელი არავისთვის არაფერი არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენთვისაც არ ყოფილა თქვენთვის ქართველოერო თქვენთვის იყო ეს მოულოდნელი იმიტომ რომ თქვენ პრესა ტელევიზია საოკუპაციოზი ყველაფერს გიმალავენ ასევე ის ტელევიზიაც რომელიც ასე ვთქვათ ვითომ უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს არავინ არაფერს არ გეუბნებათ და უცებ აღმოჩნდნენ არა ბატონო მობრძანდეს საპატრიარქოს წარმომადგენელი რომელიმე პირველ რიგში ჩვენ საკუთარი თავი უნდა გავისწოროთ მე მოვთხოვოთ იმათ სომხები აქ საჯილდაო ხმა კიდე გეუბნებით იმათ გაბედეს ის რატომაც არ გაბედავდნენ ამერიკას მიაკ ევროპას მიაკ ჩინელს მიაკ ევროპას მიაკ ეს ის მეზობელი ვარ და მეც მინდა წილიო ჩემო კარგო იმათ იმიტომ გაბედეს რომ ეს ამათ სურთ ამიტომ მობრძანდით და დაჯექით მოგავდეთ თუ არა გაქვთ ამ დოკუმენტს მოგავდეთ წაიღეთ კარგად წაიკითხეთ მოთხოვეთ მეუფე დანიელს ვინც ეს ჩაატარა თუ არ იცოდეთ იმასაც იტყვით რომ ახლა საპატრიარქო არ იცოდეთ დანიელასაც აღდა ამიტომ ჩემო კარგებო მე პირადად ჩემი მოწოდება ასეთი იქნება ქართველებისთვის ქართველიერისთვის
დაიცავით სამშობლო, დაიცავით საქართველოს ეკლესია და არა პიროვნებები, ვინც არ უნდა იყოს ყველა ამხილეთ, მე არ ვარ პავლე მოკალი მეთქი ხო არ გეუბნებით ქვაესროლე, ჩაკუჩესროლე. არა ბატონო, სიმართლე, უთხარით ყველას და თუ ის ჭეშმარიტია, თუ ის მორწმუნეა, პირიქით შეინანებს და მადლობას იტყვის. და ჩვენ კი ჩვენსკენ ნუ იშვერთ ხელს რომ ამას როგორ ბედავ პატრიარქზე ღმერთმა ქნას რომ ჩვენი თქმა და ჩემი პოზიცია არასწორი იყოს. ამით საქართველოს არ დაიქცევა ბესო მიქავასი და გიორგი კერვალიშვილის პოზიციის საქართველოს არ დაიქცევა. ალგები და ბოდის თუ ვნახავთ ეს არასწორია და მათი მღვდელმთავრების საქციელით კიდე ეკლესიას ემუქრება დაშლა და დაქუცმაცება. ჩემო კარგებო, საქართველოს რა დღესია ვხედავთ უკვე. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვ და მოგიწოდებთ ყოველგვარი ეგოიზმიდან, პიროვნიდან გამოდით და დაანებეთ თავი და რეალობას შეხედეთ თვალი და იხსენით ის საყვარელი სამშობლო და ეკლესია, რომელიც მე ჯერა რომ ყველა ქართველს უყვარს. მადლობ ყურადღებისთვის. მადლობთ ბატონო ბესარიონ. დღევანდელი გადაცემა ძალიან ემოციური და გასაგებია რატომ იყო ეს, იმიტომ ჩვენ გვხვდება ჩვენი ეკლესიის საკითხი, ჩვენი სამშობლოს საკითხი გვხვდება და მადლობთ ბატონ ბესარიონ მიქავას, რომელიც აქ მომბრძანა და ჩვენ გავაზრებთ ამ თემაზე საუბარს. თქვენი მონამორჩილი გიორგი კერვალიშვილი, მადლობა მომავალ შეხვედრამდე.